კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ევრომელანომა 2025 კანის კიბოს პრევენციის კამპანია. სატელეფონო ხაზია დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. რაც შეეხება ევრომელანომა 2025 კამპანია უკვე დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ეს კანის კიბოს პრევენციის ყველაზე ფართო კამპანიაა და უპირველეს ყოვლისა მოდით მიზანზე ვისაუბროთ. რას ემსახურება ეს კამპანია? კამპანია ტარდება უკვე მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში და ის ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას კანის კიბოსა და მელანონის რისკების შესახებ, აგრეთვე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულში მზის ქვეშ და ზოგადად მზის ქვეშ ქცევის წესებზე. და რასაკვირველია პაციენტების გასინჯვა უფრო ამ მიმართულებით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამჩნევს კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმს, ძირითადად უფრო ერთეული სახის არის ხოლმე, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს კანის გასასინჯად. კი ბატონო, კანის კიბო მზარდი პრობლემაა და მომავალში შესაძლოა ჩვენ შვილებს შეეხოს ასეთია წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი და ზოგადად საინტერესოა თუ რა მდგომარეობა ბავშვებში აღინიშნება თუ არა ევრომელანომა უფრო სწორედ მოზარდებში და მშობლებმა რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა თქმა უნდა მკურნალობაც როგორ მიმდინარეობს და ზოგადად განკურნებადია თუ არა ეს დაავადება. ბავშვებში იშვიათობა არის და ის ლოზუნგი რაც არის ამ წელიწადს, რომ დაიცავით შენი შვილის კანი დღეს, რათა დაცული იყოს მათი მომავალი, გულისხმობს უფრო იმას, რომ სწორად უნდა მოვიქცეთ ჩვენი შვილების მიმართ, როდესაც ვართ ზაფხულში, მით უმეტეს გაყვანილი ყავს ბავშვი, მთაში, ზღვაზე, რომ შემდეგ მოგვიანებით არ განვითარდეს კანის კიბო და ანუ რამდენადაც შესაძლებელი არის შეუმციროთ ჩვენ შვილს შემდგომში კანის კიბოს და მელანომის განვითარების რისკი. თორე ბავშვთა ასაკში ეს არის იშვიათი შემთხვევა ხოლმე, დასაკვირველია. და სწორედ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკვე დიაგნოსტიკის და მკურნალობის ბევრად გაუმჯობესებული მეთოდები, ვიდრე ეს იყო თუნდაც 10-15 წლის წინ, შეიმჩნევა და აგრეთვე ხდება ინფორმაციის გავრცელება პერიოდულად და შეიძლება ითქვას გარკვეული თანმიმდევრობით და ინტენსიურად თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მზეზე მაინც ბავშვებთან მიმართებაში არ არის ისეთი მზადმყოფნა მშობლების მხრიდან, როგორიც საჭირო არის. გარკვეული წლების წინ ეს უფრო ბევრი საუკუნეს ეხება ჩვენ მშობლებმა იცოდნენ და ესეთი განათლება იყო, რომ 6 წლამდე ბავშვი არ უნდა წაეყვანათ ზღვაზე. იმიტომ რომ საზიანო იყო ეს ინტენსიური გამოსხივების ქვეშ პატარა ბავშვის ყოფნა. შემდგომ ეს თემა შედარებით მოიხსნა, მაგრამ გამოჩნდა სწორედ ამის საფუძველზე, რომ გამოჩნდა მზისამცავი კრემები, მზისამცავი კრემების გამოყენების კულტურა საქართველოში მეტნაკლებად შემოვიდა. განსაკუთრებით ბავშვებს აქცევენ რასაკვირველია ყურადღებას, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანი არის ტანსაცმელიც არსებობს მზისამცავი, ქუდი კონკრეტული ტექსტურის უნდა იყოს და აი ეს ყველაფერი, ანუ გარკვეული აღჭურვილობა და ის რომ დღესაც რასაკვირველია არ უნდა გავიყვანოთ ბავშვი არანაირად მზეზე. ეს ეხება საქართველოს პირობებში უფრო 11 საათიდან 5 საათამდე. კი ბატონო, ქალბატონო მაია, რა თქმა უნდა საინფორმაციო კამპანია პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც ემსახურება ევრომელანომა 25. თუმცა გვაქვს ახლა იმის საშუალება, რომ ჩვენს მანელს მაყურებელს მივაწოდოთ მაინც დეტალური ინფორმაცია მელანომას შესახებ და მინდა გამომწვევ მიზეზებზეც ვისაუბროთ დააკონკრეტოთ უფრო რა სიმპტომები ახასიათებს მას, როგორია მისი დიაგნოსტიკა და შემდეგ მკურნალობა. მიზეზი სწორედ ერთ-ერთი რასაკვირველია, ერთი და კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ საკმაოდ თვალში საცემი მიზეზია სწორედ მზის ქვეშ არასწორი ქმედება.
ეს არის აი და დამწრობა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ამბობენ ასეთი გამონათქვამი არსებობს რომ ბავშვობაში მიღებულ დამწრობას არ ივიწყებს კანით და მოგვიანებით სადღაც 50-60 წლისებით შემდეგ იმ ადამიანს შეიძლება გამოუმჟღავნდეს კანის კიბო ან მელანომა აგრეთვე სოლარიუმს აქვს ძალიან ესეთი მნიშვნელობას ამ დაავადების განვითარებაში ეს მძლავრი ინდუსტრია და არა მარტო საქართველოში სამწუხაროდ და არის შემთხვევები რომ აი თვითონ მშობელს მიყავს აი დაუშვათ დამამთავრებელ კლასში არის ბავშვი და მოვიდნენ და მოვიყვნენ ამ ამბავს რომ მშობელმა მოიყვანა თავისი შვილი რომ აი ესეთი ფერით ხო არ წავა ბავშვი გამოსაცემ საღამოზე ნუ ახლა აი ასეთი კატეგორიის ადამიანებთან არის საჭირო განსაკუთრებული მუშაობა რომ მან უნდა შულს აუხსნას რომ არ გააკეთოს ესეთი რაღაცა და პირიქით მას მიყავს თავისი შვილი ასეთ პროცედურაზე. ქალბატონო და რაც შეეხება მზის აბაზანებს, თუნდაც რაც შეეხება ანუ ხელოვნურად დაფერვას სოლარიუმი ახსენეთ თქვენ, თუ ადამიანი დავუშვათ ზომიერად გამოიყენებს ამ საშუალებას, არის თუ არა მელანომის წარმოქმნის საშიშროება? ზოგადად ასე არის ვიწყებთ სოლარიუმში სიარულს ხელს ვაწერთ რომ ჩვენ რისკის ქვეშ ვართ მაინც არის რისკ ჯგუფი მაინც არის იქ ერთხელ წავედით ორჯერ წავედით მაგალითად ქალბატონი მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ ძალიან კულტურულად ვიყენებ სოლარიუმს კვირაში ორჯერ დავდივარ მხოლოდ და დადის წელიწადის 12-ვე თვეს კულტურულად გამოყენება თვითონ გასაგები ეს არის რისკ ფაქტორი კი ბატონო ახასიათებს თუ არა მელანომას ჩივილი ჩივილი არა ძალიან შეუმჩნევლად შეიძლება გაჩნდეს რაღაცა მუქი წერტილი კანზე და აი ეს იყოს ერთ-ერთი მაუწყებელი აი ნებისმიერი მუქი ფერის წარმონაქმნი ეს მუქი ყავისფერია თუ მუქი ზოგადად შავი არის ან ხალი რომელმაც დაიწყო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გარკვეული პროცენტი მელანომის სწორედ ადრე არსებული ხალიდან შეიძლება განვითარდეს. კი ბატონო. და იგივე ისე მზით დამწრობა ან ხანგრძლივად ინტენსიური გამოსხივების ქვეშ ყოფნის შედეგად შეიძლება დაიწყოს ამ ხალმა გადაგვარება. კი ბატონო და ზოგადად თუ დავუშვათ მელანომა ზედაპირულია და არ ახასიათებს მეტასტაზები როგორც წესი გამოსავალი მე მგონი საიმედოა ხო ამ შემთხვევაში აბა რას გვეტყვით განსაკუთრებელია ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ ეგ არის რომ ადრეულ ასაკში გამოვავლინოთ თქვენ კარგად მოგიხსენებათ და მსმენელსაც რომ საქართველოში არსებობს გარკვეული სკრინინგული ცენტრები კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმოდ საპრევენციოდ და არის სწორედ ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად მაგრამ ამაში არ შედის კანის კიბო და მელანომა სწორედ ამიტომ ეს ატარებს ასეთ კამპანიურ ხასიათს ჯერჯერობით ასე ვართ კი ბატონო ქალბატონო მაია და კიდე ჩაგეკითხებით თუ დაუშვათ კვანძების სახით არის წარმოქმნილი მელანომა რა თქმა უნდა ქირურგიული ოპერაციის გარდა ინიშნება იმუნოთერაპიაც, ანუ სხვა საშუალებები, სხივური თერაპია და აი ძალიან ხშირად ეშინიათ ხოლმე იმუნო და სხივური თერაპიის იქიდან გამომდინარე, რომ აქაც დასხივებაზეა საუბარი. აი რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, დავუშვათ საფრთხეს წარმოადგენს თუ არა სხივური თერაპია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მისი ჩატარება. იმისთვის რომ მელანომას დავეხმაროთ და ალაგდეს სპეციფიური საკითხი და გამოკვეთილად ონკოლოგიის თემა არის საკუთრებელია როდესაც ის სხივური თერაპია სხვა სხივებისგან ახლა მზეზე გასული ადამიანი რა სხივსაძღებულობს და სოლარიუმში რა სხივსაძღებულობს ის სხვა არის და ეგ სამკურნალო დანიშნულების არის ყველაფერი ეს მკურნალობა მიმდინარეობს და ის როდესაც იქმნება ის სქემები მკურნალობის ის მრავალჯერადად არის გავლილი აქვს მრავალწლიანი კვლევა არის ჩატარებული სხვადასხვა საფეხურზე და ისე არის მერე დადებული რეკომენდაციებში. ისე რომ პაციენტმა შეიძლება ზოგადად ზოგიერთი ტიპის იმუნოთერაპია ან იგივე სხივური თერაპია ზოგადად გვერდით მოვლენებს იძლეოდეს. ალბათ უფრო მაგ მხრივ უნდა ყოფილიყო კითხვა და მან ახლა უნდა აიწონოს რა საითკენ უფრო მეტი რისკი არის. ეს ძალიან ინდივიდუალური არის და
ერთ გადაცემაში და თან გასაგებია, კი, დერმატოლოგისგან და ბატონო. არაონკოლოგისგან. კი, ბატონო, ამაზე ონკოლოგებისგან მივიღებთ პასუხს. გასაგებია, გასაგებია. სწორი იქნება, ვერ შევძლებთ ამას კარგით, უყურებთ თუ ქალბატონო მაია, გაგვიშუროთ. გასაგებია და კიდევ რაც შეეხება კანის შეფერილობას, დავუშვათ მელანომასთან მიმართებაში არის თუ არა ღია ან მუქი ფერის კანი, თუნდაც რაღაცა გარკვეული რისკი მელანომის განვითარებისთვის. გასაზღვრას თუ არა? კანი იყოფა ფოტოტიპების მიხედვით, იმის და მიხედვით თუ როგორი რეაგირებს კონკრეტული ადამიანის კანი ბზეზე. პირველი ფოტოტიპი და მეორე, ეს არის პირველი არის წითური ადამიანი მწვანე თვალებით და მეორე ქერაც ცისფერთვალება. დიახ. ისინი ისედაც გეტყვიან, რომ ვერასდროს ვერ ვღებულობ ჩვენ რუსს და მხოლოდ ვიწვევით მზეზე. შესაბამისად, მათ მხოლოდ ამ მიზეზის გამოც გამორიდებული არიან მზეს და ასეთი ტიპის ადამიანი თუ მუშაობა უწევს მზის ქვეშ, ან რაღაცა საქმიანობა, მათ განსაკუთრებით უნდა გამოიყენონ ეს მზის დამცავი საშუალებები, რათა მომავალში რაღაცა პრობლემა არ გაუჩნდეთ. კი ბატონო, და ისევ კამპანიას რომ მივუბრუნდეთ 2 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით რა იგეგმება საქართველოს ქალაქებში და შესაძლებელია თუ არა სკრინინგი. თვითონ ექიმებთანაც ჩატარდა საგანმანათლებლო მუშაობა, რასაკვირველია კონკრეტული ტიპის გამოკვლევის მეთოდები რაც არის, იმაზე ტრენინგები ჩატარდა. ეს ინფორმაციის გავრცელება პაციენტებში ინფორმაციის გავრცელება ჩვენ ყოველ წელიწადს გვაქვს საინფორმაციო ბროშურები, წელს დაემატა აი ბავშვებთან მიმართებაში, რომ სიფრთხილე და მეთვალყურეობა გაძლიერდეს დამატებითი ბროშურა, იმიტომ რომ აი სწორედ ეს მზარდი პრობლემაა, რომ ბავშვები მაინც ადვილად დაყავთ დიდი ხნით მზის ქვეშ არიან და იმ თანმიმდევრობით დენსიზუსით არიცავენ იმ წესებს, რაც საჭირო არის ბავშვთან მიმართებაში. ამ ინფორმაციის გავრცელება რასაკვირველია, გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, ეს მარტო 2-დან 7-მდე, უბრალოდ ამ შემთხვევაში არის უფრო ინტენსიური და გასინჯვებიც არის სპეციალურად ადამიანები მოდიან კონკრეტულ კლინიკებში და ისინჯავენ კანს სწორედ უფრო ამ მიმართულებით, ამ აქცენტით რა, რომ რაღაცა უჩვეულო წარმონაქმნის შეამჩნი, ან ხალები აქვს მრავლობითი, ან უჩვეულო ფორმის ხალი აქვს, ან დაიწყო ცვლილება ამ ხალმა. აი უფრო ამ ჩივლის მქონე ადამიანებს ექცევა ამ წუთას ყურადღება ამ კამპანიის ფარგლებში. კი ბატონო, და აქედან გამომდინარე წინა წლებთან შედარებით პარალელი რომ გავატაროთ, კანის კიბოსგან გამოჯამრთელების შანსი მაღალია თუ არა? რაც უფრო ადრეულ ხანაში აღმოვაჩენთ კანის კიბოს ამ მელანომას, მით უფრო მეტი აი მელანომა დაუშვათ უფრო ისეთი ყველაზე აგრესიული ამ კანის კიბოებს შორის, მაგრამ აი ზედაპირული მელანომის აღმოჩენისას მხოლოდ პატარა ქირურგიული ჩარევა და აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. კი ბატონო, და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა პრევენციას, სკრინინგს, რასაც ევრომელანომა 2025 ემსახურება, რაც მეტი ინფორმაცია, მით ნაკლები შანსი ავადობის. დამეთანხმებით ალბათ ამაში. კი ბატონო, რასაკვირველია. რამეს ხომ არ დაამატებდით? კიდევ ერთხელ მოვფრთხილდეთ ჩვენს კანს. ეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს კანის კიბოს და მელანომის აღმოჩენას. ხედავს თვითონ ადამიანის. ნებისმიერი ნორმალური, ცოტა დაკურებული ადამიანი ახალი წარმონაქმნის გაჩენა შეამჩნევს თუ პირველივე დღეებში და პირველივე დღეს ვერ მივა, მეორე მესამე დღეს მაინც მიდის. როდესაც შინაგანი ორგანოების ონკოლოგია იწყებს განვითარებას, ამას ადრეულ სტადიაში ვერ ამჩნევს ვერანაირად ადამიანი და აქ ჩვენ ეს უპირატესობა გვაქვს. ისე რომ აი ჩვენ საინფორმაციო ბროშურაში სწორედაც არის ხოლმე თვითგასინჯვის სქემაც, რომ აი პერიოდულად დაითვალიეროს ადამიანმა კანი და თუ რაღაცა ახალს და უჩვეულოს აღმოაჩენს, მიმართოს ექიმს. აქედან გამომდინარე გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს უკვე თვითონ ადამიანსაც, ჩვეულებრივად ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე მყოფ ადამიანსაც და რასაკვირველია ექიმს უკვე შემდეგი საფეხური ექიმია. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. სატელეფონო ხაზზე იყო დერმატოლოგი მაია დათუაშვილი, ხოლო ჩვენ ვისაუბრეთ კამპანიაზე ევრომელანომა 2025, რომელიც კანის კიბოს პრევენციას ეხება. რადიო იმედი სემდილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. მე მალე დაგიბრუნდებით. დროებით.